ქრისტე აღსდგა, ძვირფასო ტელემაყურებლებო მოგესალმებით, ბედნიერ მშვიდობიან კვირას გისურვებთ. მოგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ვარკეთილში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ლუკა ჭოლარია. ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიწრთობა, როგორ დაიწყება სულის გამოწრთობა ბავშვობაში, შემდეგ ისე გაგრძელდება და ეს არის საძირკველი სწორედ ადამიანის სულიერი განვითარებისა. თქვენ როგორი ბავშვობა გქონდათ? გმადლობთ შეკითხვისთვის. გავიხსენებ ყველაფერს, რაც სასიამოვნო იქნება ჩვენთვის. დავიბადე თბილისში 1998 წლის 2 იანვარს. ზამთრის პერიოდი იდგა. მოგეხსენებთ დასაწყისისთვის იმას აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჩემმა ოჯახმა საცხოვრებელი კარმიდამო ცხოვრების მშვიდი გარემო სამწუხაროდ დაკარგა 1993 წელს აფხაზეთის ომში. წარმოშობით გახლავართ ისტორიული სოფელი ბედიიდან. და ომის შემდგომ, სამწუხარო და სავალალო პერიოდის შემდგომ, ჩემი ოჯახი სრულად გადმოვიდა ავად თუ კარგად დედაქალაქში ჯერჯერობით და ჩემი ბავშვობის უმეტესი ნაწილი გავატარე ნახევრად თბილისში და ნახევრად ასევე ისტორიულ და შესანიშნავ ქალაქში, მე ქალაქს ვეძახი, წყალტუბოში. ამას აღვნიშნავ აუცილებლად. ბავშვობა მახსენდება ყოველთვის ძალიან კარგად, რადგან თქვენ მშვენივრად აღნიშნეთ, ბავშვობის პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ბავშვისთვის, არამედ ყველა უფროსისთვის, მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, რადგან ბავშვობის პერიოდში ადამიანი ყველაფერს კარგს ისრუტავს და ასევე სამწუხაროდ ყველაფერს ცუდს ისრუტავს. ეს უნდა ყოველთვის გვახსოვდეს და ჩვენც ვალდებულები ვართ, მშობლები, უფროსები, რომ ჩვენი შვილების აღზრდის პროცესში მაქსიმალურად შევთხოვოთ ღმერთს წყალობა, რომ ჩვენი შვილები გავზარდოთ აუცილებლად ღვთისმოსავებად, უნდა გავზარდოთ მოსიყვარულეებად. უნდა იყვნენ მოსიყვარულეები, უნდა იცოდნენ სიყვარული, უფროსის სიყვარული ერთმანეთის და მადლობა ღმერთს, რომ მე მასწავლეს ეს ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ოჯახის წევრებმა. იყო, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აქვს კრიზისული პერიოდები, თქვენ მოგეხსენებათ ეს წლები, 90-იანი წლები. არ იყო ბოლომდე დალხენილი ყველასთვის და არც ჩვენ ვიყავით ამ შემთხვევაში გამონაკლისები. თუმცა ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ყოფილიყო ჩემი ბავშვობა უზრუნველი და ბევრი ბედნიერი წუთით აღსავსე. ვიდრე სკოლაში შევიდოდი, ძირითადად ვცხოვრობდით თბილისში. წელიწადის ნახევარს ვატარებდით წყალტუბოში, რომელიც ძალიან კარგად მახსენდება, ჩემი მეორე სახლივით არის, ჩემი მეუღლეც არის წარმოშობით კი მისი გვარი და მისი ოჯახი არის წყალტუბოდან. ძალიან მიყვარს ეს ადგილი და თავისთავად უფრო მეტად შემიყვარდა საბოლოოდ, როცა გავიაზრე, რომ ჩემი მეორე ნახევარიც არის წყალტუბოდან. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. ჩემი ბებია და ჩემი ბაბუა, მამა ჩემის მშობლები ცხოვრობდნენ ქუთაისში. ბაგრატის ქუჩაზე, ეს ბაგრატის აღმართი არის ესეთი ადგილი. ისტორიული ქუჩა. დიახ, აიქ ცხოვრობდნენ და ასევე აი ამ ადგილთან და სამყოფელთან ასევე ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და მე მჯერა, რომ ცხოვრების ბოლომდე, აი როგორც ბავშვების შემთხვევაში, ყველა ბავშვის შემთხვევაში და მოზრდილების შემთხვევაშიც, ცხოვრების ბოლომდე ბავშვობის ბედნიერი წუთები ყოველთვის იქნება ნუგეში ყველა ადამიანისთვის, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი ისე ყოველთვის არ არის როგორც გვინდა და ბევრი მწუხარება დაგვტრიალებს ხოლმე თავს ცხოვრების მანძილზე. და ეს ბავშვობის ტკბილი მოგონებები, გატარებული წუთები მშობლებთან, მეგობრებთან, უფროსებთან, ბებიებთან, ბაბუებთან, ყველასთან ერთად გვეხმარება შემდგომ ძალიან ხშირად, რომ დავძლიოთ მრავალი მწუხარება. ომის შემდგომ ჩემმა ბებიამ
თალიკო ოთხოზორიამ აღნიშნა მის სახელს დაგორს, რადგან დიდი ამაგი აქვს ჩვენი ოჯახისთვის. კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლო ძალიან მცირე მიზერული თანხით, ანუ მცირე თანხით ბინის შეძენა იმ დროს, აი წარმოვიდგინოთ როგორი დიახ, ომის შემდგომ, აი უსახსრობის პერიოდი იყო აბსოლუტურად და შეძლო ღმერთის მადლით შეძლო მან ბინის ყიდვა და ჩვენი ნათესავები ისედაც ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ წყალტუბოში. ჩემი ბებია-ბაბუებიც იმ დროს აქტიურად უვლიდნენ საკუთარ კარ-მიდამოს, ცხოვრობდნენ და ეს იყო მიზეზი სწორედაც, რომ საკუთარი ადგილი გაგვაჩნდა და ვცდილობდით, რომ აი თბილისის გვეხმარებოდა წყალტუბოში ყოფნა. თბილისის გარეთ, ანუ შედარებით კი აურზაური, ცოტა უფრო დატვირთული ცხოვრების ტემპი იყო თბილისში სულ, ახლაც არის ჩემი აზრით. და წყალტუბო ყოველთვის განტვირთვა იყო ჩვენთვის, რადგან იქ არაფერზე არ ვზრუნავდით საერთოდ. უზრუნველად ვერთობოდით, ცხოვრობდით და ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გააკეთონ ბავშვებმა. ხომ არ გაიხსენებდით ადამიანებს, ვინც განსაკუთრებული კვალი დატოვა, განსაკუთრებული სტიმული მოგცათ, ვთქვათ, ცხოვრებაში და ვისაც ბაძავდით? ძალიან რთულია ახლა ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ამაზე ვფიქრობდი ყოველთვის და ჩემს ბავშვობის პერიოდში რატომღაც ვერ მოვძებნე ისეთი ადამიანი, ვისაც აი აქტიურად მთელ ყურს მივადევნებდი, მისგან მაგალითებს ავიღებდი. ყველას გამცდილობდი მაგალითის აღებას, აი აბსოლუტურად ყველასგან ის იქნებოდნენ ჩემი ძმები, დეიდაშვილები, ოჯახის წევრები, მეგობრები. მოგეხსენეთ ასევე, რომ ჩემი მშობლების და დეიდაჩემის ქალბატონ ელენეს წყალობით სიყრმიდანვე მაზიარებელი ვიყავით, ჩვენი ოჯახი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საიდუმლოებებში, საღმრთო საიდუმლოებებში, წირვაზე დავდიოდით, ვეზიარებოდით და აღსარებასაც ვამბობდით. და მიყვარდა ბავშვობიდანვე სასულიერო პირებზე დაკვირვება. ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იმოქმედა ჩემზე და ჩემი პირველი ზიარება მახსოვს ღვთივგანსვენებულ მამა სოგრატ ჭულუხაძესთან, არქიმანდრიტთან. უკარგესი პიროვნება მე მახსოვს, როგორ გველაპარაკებოდა ხოლმე თავისი თბილი და აი ესეთი ნიშანდობლივი, აი 10 კაცში, 1000 კაცში რომ გამოარჩევ მამა სოგრატის ხმას, მეტყველებას. აი ესეთი ადამიანი იყო და მადლობ მე მას, ასევე მამა ბასილი, ახლაც მგონი იმ ტაძარში მსახურობს ისე. უფრო გამოვარჩევდი მართლაც, გულწრფელად გეუბნებით, არა, იმიტომ რომ ახლა დღეს მე ახალგაზრდა ასაკში უკვე მღვდელი გახლავართ, არა, მართლა ვაკვირდებოდი სასულიერო პირებს, რადგან ჩართული ვიყავი აქტიურად საეკლესიო ცხოვრებაში. და ვაკვირდებოდი მათ ქცევებს, საუბარს, აი მამა სოგრატის საუბარს ყოველთვის ვაკვირდებოდი და ბევრი რამ მახსოვს, ბავშვი ვიყავი, ძალიან პატარა, 4-5 წლის, 6-ის. მახსოვს ბევრი რამ მის მიერ ჩემთვის ნათქვამი. სავარაუდოდ და ალბათ დასკვნის სახით ისევე ესენი იყვნენ ისევ სასულიერო პირები, ჩემთვის მისაბაძი ხალხი. რამდენად მორწმუნენი იყვნენ? მამაო, თქვენი მშობლები, თქვენ ბრძანეთ უკვე დეიდაზე, თუ გახსოვს თქვენი ნათლობა, თქვენი ნათლიები და შემდეგ უკვე პირველი გააზრებული ნაბიჯი ეკლესიაში. როდესაც ისე კი არა თვითონ, აი თქვენ თვითონვე გააზრებულად, გაცნობიერებულად რო აღსარება ჩავართ. დიახ, გმადლობთ. თავიდანვე აღნიშნე, რომ საცხოვრებელი უკვე ბინა გაგვაჩნდა თბილისშიც და ზუსტად არამიაცის ყოფილ საავადმყოფოში, ასე რომ ვთქვათ, მაშინ საცხოვრებელი შენობა გახლდათ დიახ და იქ ცხოვრობდით და ტაძარიც ახლოს აღმოჩნდა ჩვენთან. ისიც ასევე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის არის. მამა სოკრატის მიერ აშენებულია თუ არ ვცდები? დიახ, კი, საოცარი ტაძარია, კარგი გარემოა. ჩემს ნათლიებს რაც შეეხება, მყავს ორი ნათლია, ქალბატონი ვიქტორია და ბატონი ჯამბული. ბატონი ჯამბული სულ უახლოესი პერიოდია, რაც გარდაიცვალა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. ქალბატონი ვიქტორიასთან აქტიური ურთიერთობა მაქვს, რა თქმა უნდა, ცხადია და ძალიან დიდი პატივისცემა მას ჩემგან, რადგან ძალიან დიდ ყურადღებას ავლენს ჩვენი ოჯახის მიმართ და ნამდვილად რა საქმეც დაავალა დედა ეკლესიამ ნათლიას,
ასრულებს ეს ადამიანი და დიდი ვმადლობ მე მას ყოველივე ამისთვის. ჩემს ნათლობას რაც შეეხება დაბადებიდან ძალიან მალე მოვინათლე რამდენიმე თვეში ძველი ბოგდან ხმელინსკის ქუჩა აღარ მახსოვს. ეხლა არის ღირსი მამა გაბრიელ სალოსის სახელობის ქუჩა არის ახლა. წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მოვინათლე. მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს შემორჩენილი ჩემი ნათლობიდან და სამწუხაროდ თვეების, რა თქმა უნდა, თვეების ბავშვს ცხადი არაფერი არ იმახსოვრება. და ჩემს მშობლებთან მისაუბრია ჩემს ნათლობაზე, თუმცა დეტალურად არც მაგათ არ ახსოვთ. ის მოძღვარი გარდაცვლილი არის ახლა, სახელი და გვარი სამწუხაროდ არ ვიცი. ეს რაც შეეხება ჩემს ნათლობას დაბადებიდან სულ რამდენიმე თვეში. პირველი გადადგმული გააზრებულად გადადგმული ნაბიჯი დაახლოებით სკოლის პერიოდში იყო. მოგახსენებთ მე დავამთავრე თბილისის ვაჟა-ფშაველას სახელობის 87 საჯარო სკოლა. ძალიან მიყვარს ეს სკოლა, ძალიან ბევრი კარგი მოგონება ასევე სკოლასთანაც მაკავშირებს და ჩემს სულიერ ცხოვრებაში სხვათა შორის სკოლის რამდენიმე პედაგოგს საკმაოდ წვლილი მიუძღვის და ამას აღნიშნავ ცოტა ხანში. აუცილებლად, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ აუცილებლად. სკოლის პერიოდს უკავშირდება დაახლოებით 11-12 წლის, როდესაც უკვე არამიანცის ეგრეთ წოდებული არამიანცის საცხოვრებლიდან გადავინაცვლით ვარკეთილში უკვე, სადაც ამჟამადაც ვცხოვრობ. ეს პერიოდი ზუსტად ემთხვევა პერიოდს, როცა მე სტიქარი ჩამაცვა ჩემმა მოძღვარმა და ჩემმა ახლა უკვე უახლოესმა ძმამ, ჩვენ ასე ვამბობთ უკვე დეკანოზმა ანდრიამ აფხაზაშვილმა, მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გაწეული თანადგომისათვის, რომელიც შეასრულა პირნათლად ჩემს მიმართ და ახლაც ასრულებს და მე მწამს დამჯერა რომ ასეც გაგრძელდება. როდესაც ჩემს დეიდას ქალბატონ ელენეს რაღაც საკითხებზე, საეკლესიო საკითხებზე ვესაუბრობოდი, რადგან თავად უფრო ჩვენს შორის, ჩემს მშობლებს შორის და დეიდებს შორის, ოჯახის წევრებს შორის, ყველაზე მეტად უფრო გააზრებული ქრისტიანობა მას გააჩნდა. დააჯილდოვა ღმერთმა ამ ყველაფრით დეიდა ჩემი, მართლაც მე ვატყობ ამას, მიხარია ეს. და რაღაც კითხვები მიჩნდებოდა ხოლმე და რამდენიმე კითხვის და ესე პერიოდულად საუბრის შემდეგ, მასთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აი მივსულიყავი უკვე ტაძარში, არა ისე როგორც მანამდე დავდიოდი, არა. დავესწრო ბოლომდე ღვთისმსახურებას. ვიკითხო რას ნიშნავს აი მღვდელთან აღსარების თქმა. სწორედ მამა ანდრია არის ის, ვისაც პირველად აღსარება უთხარი, მამა ბასილის და მამა სოგრატის შემდგომ. ეს იყო დაახლოებით 11-12 წლის ასაკი. ამას გავუსვამ ხაზს, როცა უკვე გააზრებულად დავდექი ტაძარში, მოვისმინე ბოლომდე ღვთისმსახურება, მომწონდა მე დავითის მიერ წაკითხული ლოცვები, გალობლები, ასევე აღნიშნავ ახალგაზრდა მგალობლები ვყავდა ჩვენ, როდესაც მე დავიწყე ტაძარში სიარული. და მოვიხიბლე ამ ყველაფრით. მოვიხიბლე და ერთ-ერთ აღსარებაზე, აი ეს სრულიად მოწმენდილ ცაზე, მამა ანდრიამ დამავალა, რომ უნდა შევიკერო სტიქარი. და ცოტა გამიკვირდა და უბრალოდ ვერ გავიგე, მაგრამ ზედმეტ კითხვები არ დამისვამს. დავემორჩილე კი, რატომაც არა. და სწორედ ამის შემდგომ შევიმოსე სტიქრით და ჩავერთე უკვე უშუალოდ ღვთისმსახურებაში. ეს არის დაახლოებით 2012-2013 წლები. თქვენ სკოლაზე ბრძანეთ, ეხან ძალიან მაინტერესებს, როგორი ბავშვი იყავით? ცელქი იყავით თუ არა, როგორი მოსწავლე იყავით და აი რა გიყვარდათ, რომელი საგნები უფრო მეტად? დიახ, მოგახსენებთ. იცით, ბოლომდე ცელქი არ ყოფილა. საერთოდ, აი ვინც მე მიცნობს, ბევრს შეუძლია დაადასტუროს. მიყვარს სიდინჯე, არ მიყვარს არასერიოზულობა და აი ზღვრის დაცვა მიყვარს ყოველთვის და სკოლაშიც ჩემი აზრით ვიყავი ასეთი. უსამართლობაზე ხმას ამოვიღებდი ცხადია, თუმცა ასე უმიზეზოდ ალბათ ვიღაცას არ გავაჩერებდი და დამცირებას არ დავუწყებდი, არა. გრძნობდი სიყვარულს თანაკლასელებისგან, ასევე
პარალელური კლასელებისგანაც, ყველასგან, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა და პირველ რიგში რა თქმა უნდა მასწავლებლებისგან გრძნობდი სიყვარულს და ახლაც გრძნობ, ახლაც მაქვს ურთიერთობა მათთან. მახსოვს ჩემი ძვირფასი პირველი დამრიგებელი ქალბატონი ლიკა ზედგენიძე, მივესალმები მას აქედან და მახსოვს ჩემი დანარჩენი დამრიგებლებიც. ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან და დიდი მადლიერება გაწეული სამსახურისათვის. კიდევ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ეს არის სკოლის დირექტორი ბატონი დავით ჭეიშვილი და სკოლის იმდროინდელი სკოლის დირექციის დირექტორის მოადგილე ბატონი ლევან ბუკია. ამ ადამიანებს წვლილი მიუძღვით და გეტყვით რატომ. ისინი არიან ეკლესიური ცხოვრები ადამიანები. მე ახლა დავაკვირდი და გავიაზრე, აი უფრო 15-16 წლის შემდგომ, აი უკვე როცა გავიაზრე ბევრი რამე და მათ ბევრი რამე მასწავლეს, ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ საეკლესიო საკითხებზე. სკოლაში დღეს სამწუხაროდ არ არის ხშირი. ეხლა რა თქმა უნდა წამოვიდა ახალი საქმიანობა სკოლებში, რაც ძალიან მიხარია და პირველ ყოვლისა მადლობა ჩვენს უწმინდეს სამისთვის, მადლობა მის მეუფებას, უწმინდესის მოსაგდრეს მეუფე შიოს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული არის ამ საქმეში. ძალიან მიხარია და მასწავლებელთა სახლი. დიახ, ძალიან მიხარია რომ მიეცა საშუალება ახალგაზრდა და უფრო გამოცდილ სასულიერო პირებსაც ცოცხალი ურთიერთობა იქონიონ მოსწავლეებთან. რომელი საგნები უფრო გიტაცებდათ? გიყვარდათ თუ არა? კითხვა სკოლის პროგრამიდან თუ ავიღებთ და სკოლის საგნებს თუ შევეხებით, იყო რამდენიმე საგანი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა, ოღონდ ასევე გულწრფელად ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს სიყვარული მაინც ვერ მაიძულებდა, რომ ეს საგანი კარგად მესწავლა ბოლომდე. ეს გულწრფელად უნდა ვთქვა, მაგრამ შედარებით თუ ვიტყვით, კი ეს იყო ბიოლოგია, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესით ვკითხულობდი. ისტორია ცხადია, საქართველოს ისტორია პირველ რიგში. სკოლაში ამას არ ვავლენდი და ზოგადად აქტიური არ ვიყავი უკვე მაღალ ასაკებში. აი ვიდრე მერვე მეცხრე კლასამდე სტაბილურად კარგად ვსწავლობდი, კი, სიამოვნებდა, მიხაროდა. აი როცა უკვე მაინც ასაკმა თავისი გააკეთა და პერიოდმაც თავისი გააკეთა, რაღაც ახალ-ახალი ინტერესები სხვა ინტერესები, კი. თავისებურად იქონია ზეგავლენა და ხარისხმაც იკლო, მაგრამ კი ბიოლოგია, ისე ვიტყვი, ისტორია, საქართველოს ისტორია ცხადია და ქართული ენა და ლიტერატურა. ქართულ ენას და ლიტერატურას დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ჩემი პირველი სასწავლებელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გახდათ, ვიდრე სასულიერო სემინარიაში ჩავაბარებდი და დავასრულებდი. გარკვეული პერიოდი ვისწავლე და სწორედ ქართული ენა და ლიტერატურა იყო დამხმარე საგანი, რომლის საშუალებითაც მე წარმატებით მოვეწყია სასწავლებელში. ასევე აღნიშნავ უმშვენიერეს ნაწარმოებს ჩვენი წმინდა მამის ილია მარცლის კაცია ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და როგორც კი სკოლაში პირველად მაშინ იყო პროგრამაში, დღეს უბრალოდ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, არის თუ არა აღარ მახსოვს მაპატიეთ, მაგრამ ჩემს დროს იყო. და აი ეს იყო პირველი ნაწარმოები, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აი ცოლქმრის პერსონაჟი ლუარსაბისა და დარეჯანის ძალიან ბევრ ასპექტს ადამიანებში უსვამს ხაზს. ბავშვობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა და მე ძალიან მინდა ისაუბროთ თქვენს ოჯახზე. თქვენ როგორი მამა ბრძანდებით? პირველ რიგში ვიტყვი რომ მყავს ძალიან კარგი მეუღლე, ანი ჭითანავა და მყავს ორი უმშვენიერესი შვილი, 3 წლის დემეტრე და 1 წლის ლილე. თავიდანვე, როდესაც დემეტრე დაიბადა, მე და ჩემი ცოლი, მე და ჩემმა ცოლმა ვეცადეთ და ჩემი აზრით შედეგიც გვაქვს. ჩვენი სრული რესურსი ჩავდეთ ბავშვების სწორად აღზრდაში, იმიტომ რომ დასაწყისი პერიოდი, პირველი წლები დაბადებიდან ვიდრე აი 6-7 წლამდე კრიტიკული პერიოდი არის ბავშვისთვის რა მხრივ ფსიქოლოგიურად, აი როგორ გარემოში იზრდება, რა მიდგომებით იზრდება.
არის თუ არა ეს მიდგომები მოძველებული, არის თუ არა ცოტა თანამედროვე შერეული ამ მიდგომებში. ამას დიდი ყურადღება მივაქციეთ. და თავიდანვე და დღესაც ბოლომდე ვარ ჩართული ამას პირდაპირ ვიტყვი. აი შემიძლია მთელი დღის განმავლობაში ბავშვი მე მყავდეს ორივე ან თუნდაც მინიმუმ ერთი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთო ისე როგორც მე და ჩემაცოლმა, ხო, დედამ და მე და ჩემაცოლმა გადავწყვიტეთ და შევათანხმეთ ერთმანეთთან. ბაღში ბავშვი დამყავს მე, გამომყავს მე. ჯერ სკოლის პერიოდი რა თქმა უნდა არ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა ეტაპზე ბოლომდე ვიქნები ჩართული, იმიტომ რომ ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე რა თქმა უნდა მღვდლები ვართ და მღვდელს აქვს საკმაოდ ბევრი საქმე, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან გადატვირთული არ ვარ სამღვდელო მსახურებაში, ამიტომ მაქვს საშუალება რომ ბოლომდე გავაკეთო შვილებთან რაც გასაკეთებელია და უფალი მოწყალეა, იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება და მექნება ამის საშუალება. ბრძანეთ რომ თქვენ გქონდათ სხვა განათლების დაწყების მცდელობა, ასე რომ ვთქვათ. როდის მიიღეთ გადაწყვეტილება რომ სასულიერო გზასთან გმოდით, რა იყო ამის ბიძგი, რამ გიბიძგათ ამისკენ, ვთქვათ, როგორ შეიცვალეთ ეს პროფესია და როგორ შეხვდნენ ამას თქვენი ოჯახის წევრები? ისე უნდა დავუბრუნდეთ მაშინ პერიოდს, როცა ჩავიცვი სტიქარი. ამან თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია, როდესაც მე სტიქარი შევიმოსე და დავდექ ღვთისმსახურებაზე. სხვა თვალით შევხედე მე დავითნის მსახურებას, სხვა თვალით შევხედე მგალობლების გალობას და რა თქმა უნდა საკურთხეველში უკვე შეგრით მღვდლის მსახურებას და ბუნებრივად გამიჩნდა მოთხოვნილება, რომ ეს ყველაფერი მინდოდა რომ შემესწავლა და ღვთისწყალობით ისე რა თქმა უნდა ყველაფერი ღმერთის მოწყალებაა და მე დავითნეც ჩემი ძალიან კარგი მეგობარი გახდათ იმ დროს, ახლაც გვაქვს ურთიერთობა ჩვენ. მისი დახმარებით შევისწავლე დამწერლობა ნუსხა ხუცური, რაც მოგეხსენებათ გამოიყენება ღვთისმსახურებაში. ასევე შევისწავლე გალობაც, ვგალობდი კიდეც ერთობლივად, ანუ პარალელურად თან მე დავითნეობდი, როდესაც ამის საჭიროება იყო და როდესაც საჭირო იყო ვგალობდი კიდეც. გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ისევ ხაზს გაუსვამ სტიქრით შემოსვას და ჩემს მოძღვართან ამ საკითხებზე საუბარს. თუმცა მივიღე მაინც გადაწყვეტილება რატომღაც რომ ჯერ მინდოდა მესწავლა საერო სასწავლებელში, ასე რომ ვთქვათ. რადგან ვიფიქრე რომ ასე უკეთესი იქნებოდა. თუმცა რა თქმა უნდა ამავე დროს გადაწყვეტილი მქონდა რომ სემინარიაში სასულიერო სასწავლებელში აუცილებლად უნდა მესწავლა. როგორც კი დავასრულე სკოლა 2017 წელს 2018 წლის სასწავლო პერიოდი გახდათ. ჩავაბარე წარმატებით როგორც მოგახსენეთ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, თუმცა რამდენიმე თვე ერთმა კურსმა გასტანა ეს. შინაგანად მოთხოვნილება გამიჩნდა და დისკომფორტი, მოუსვენრობა. თითქოს იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ყოფილიყო. კარგი იყო სწავლა, კარგი იყო ეს ფაკულტეტები და პროგრამები, რაც იმ დროს ჩემთვის იყო სავალდებულო რომ მესწავლა და მართლა სწავლობდი, ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ სადღაც აკლდა რაღაც, ასე რომ ვთქვათ და დავანებე თავი, ის წელი ჩამივარდა და მომავალ წელს ასევე წარმატებით ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში ბაკალავრის საფეხურზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულში დავასრულე წარმატებით. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს და ყველა პროფესორ მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს და რა თქმა უნდა შეაქვთ ახალგაზრდა და ყველა ასაკის ადამიანის ცხოვრებაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რა თქმა უნდა მის უწმინდესობას, მისი ლოცვა-კურთხევით შემდგარმა კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარეობს მისი მეუფება საპატრიარქო ტახტის მოსაგდრე მეუფე შიო და ყველა მღვდელმთავარს და ყველა ადამიანს, ვინც ამ კომისიაში იმყოფება.
კომისიის წევრია. მინდა მადლობა გადაუხადო, რომ დადებითად გადაწყვიტეს ჩემი ხელდასხმა. ეს მოხდა 2022 წლის საფხულში, ასევე როგორც კი დავასრულე სასწავლებელი. მოხდა დიაკვნად ხელდასხმა. ეს იყო 7 აგვისტო საფხული. 2 წელს გასტანა ჩემმა დიაკვნობამ და ასევე მომდევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ასევე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო მომდევნო კომისიამაც 2024 წლის 21 აპრილს დამასხეს ხელი ბოლნისში მეუფე ეფრემმა დამასხა ხელი. დიდი მადლობა მას, ასევე მეუფე ანდრიას დიდი მადლობა, მან დიაკვნად დამასხა ხელი. და საერთო ჯამში ისევ დიდი მადლობა და დიდი მადლიერება ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, მისი მოწყალება, ის რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა და რაც თვლით რომ სარგებელს მოუტანს როგორც სხვას, ისევე ჩვენს თავსაც. თქვენ შედიხართ სკოლებში, როგორც ბრძანეთ, არა მარტო თქვენ, არამედ რამდენიმე უკვე ათეულობით სასულიერო პირია, ვისაც ახალგაზრდებთან აქვს ურთიერთობა. ამ ვითარებაში, როდესაც თითქოს, მოდით ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ თითქოს ნაკლები ახალგაზრდა დადის ტაძარში. მაშინ, როდესაც 10 წლის წინ სავსე იყო ტაძრები ახალგაზრდებით. რაღაცნაირად თითქოს ახლა რო უყურებ ამ გადმოსახედიდან ნაკლები ახალგაზრდა. რას გამოხატავენ ეს ბავშვები, ასე რომ ვთქვათ, მოსწავლეები, როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ და მაინტერესებს თუ ყოფილა შემთხვევა, რომ აი თქვენთან შეხვედრის შემდეგ, ან თქვენს კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ მოსულან ტაძარში. კი და აი მოყვები ახლა ძალიან მოკლედ ჩვენ სამრევლოში ამ შემთხვევაში ჩვენ სამრევლოში შევეხები ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან საკმაოდ დაგვიგროვდნენ ახალგაზრდები და ძალიან მიხარია მე ეს ყველაფერი და მათი ურთიერთობა და მათი დამოკიდებულება მღვდლების მიმართ არის ძალიან სასიამოვნო, ძალიან ყურადღებიანები არიან. იციან მღვდელთან ურთიერთობა, იციან ლოცვა-კურთხევის აღება, აი ეს გარეგნული ფორმები მღვდელთან ურთიერთობისას, მასთან მისვლა, ლოცვა-კურთხევის აღება, დალოცვის მოთხოვნა, გამლოცე მამაო, დაგლოცეთ მამაო და ასევე ფრაზები, რაც აი ზოგადად მღვდელთან ურთიერთობის დროს გამოიყენება. ძალიან კარგად იციან და მე ეს მიხარია და რა თქმა უნდა ყველას უხარია. და ახალგაზრდებიდან გამოვყოფდი ჩვენი ტაძრის მედავითნეებს, ასევე სტიქაროსნებს, 3-4 ბიჭი არის, ესენი არიან ჩემი მეზობლები. და როდესაც დაინახეს ამ ბავშვებმა, რომ მე გავხდი სასულიერო პირი, ჯერ კიდევ დიაკონობის დროს, მათში აღიძრა ძალიან დიდი სურვილი, რომ ასევე ჩართულიყვნენ საეკლესიო ცხოვრებაში, რადგან მე უყურებდი მათ ისინი ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ერთობიან ერთმანეთთან და ძალიან დიდი დრო დაუთმე მათთან ამ საეკლესიო საკითხებზე საუბარს. ვესაუბრებოდი თითქმის ყოველ დღე, რა თქმა უნდა, ახლაც ვესაუბრებით ხოლმე. და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო და აი ჩემთან საუბრის შემდგომ, აი ამ საკითხებზე ზოგადად საუბრის შემდგომ გახდნენ სტიქაროსნები და ახლა არიან მთავარი მედავითნეები ჩვენს ტაძარში. და მე ეს ძალიან მიხარია და მათში არის ასევე სურვილი, რომ მომავალში გახდნენ სასულიერო პირები და ღმერთის მოწყალებით ჩვენ სრულიად ვუდგავართ გვერდში სამღვდელოება, ჩვენი ტაძრის სამღვდელოება, რომ კეთილად შესრულდეს მათი ეს სურვილი, რადგან პოტენციალს ნამდვილად ხედავ მათში. და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ვიტყვი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, ღმერთმა მოიყვანა ეს ბავშვები ჩვენთან ტაძარში, რადგან ძალიან ესე მარტივად, უფრო სწორი ნათქვამი თუ იქნება, ძალიან მარტივად შეითვის ეს ყველაფერი, რაც სჭირდება დასაწყისისთვის მედავითნეს, სტიქაროსანს და ზოგადად საეკლესიო მსახურს. მამა ლუკა, მაინტერესებს, აი თქვენ როდესაც იწყებდით სასულიერო გზას, როდესაც
და ახლა ამ გადმოსახედიდან რამდენად ძნელი იყო და რას უსურვებდით, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს შიშის გამო, მორიდების გამო თუ 1000 სხვა განსაცდელის თუ დაბრკოლების გამო, რომ დაიწყოს თუ არა, შეუდგეს თუ არა ამ გზას, ამ ცხოვრებაში, როდესაც ირგვლივ უამრავი საცდურია, უამრავი ძალიან მძიმე ჯვარია, რას ეტყოდით ამ ადამიანებს? გავიხსენებ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს ახარებიდან, როდესაც პეტრე მოციქულმა მიიღო გადაწყვეტილება მაცხოვრის ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე, რომ საკუთარი ძალებით და საკუთარი რესურსებით სიკვდილამდე გაყვებოდა მაცხოვარს. ჩვენ ვიცით საეკლესიო სწავლებით, რომ წმინდა პეტრე მოციქული ამ დროს საკუთარ თავს დაეყრდნო. ამიტომ გარდახდა მას თავზე ის, რაც გარდახდა და ადამიანური სისუსტის გამო საკუთარი ღმერთი უარყო, ვისაც ჰპირდებოდა გვერდში დგომას. ყველას შევახსენებ და ყველას ვთხოვ, როგორც ძმა და მეგობარი, რომ არასოდეს არ უნდა დავეყრდნოთ საკუთარ შესაძლებლობებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გვინდა სასულიერო პირობა და გვახსოვდეს ერთი რამ, როგორც ყველაფერი, ასევე ამ შემთხვევაში, მღვდლობის შემთხვევაშიც, ჩვენი ძალებით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ღვთისმსახურება, მღვდლობა და ყველა საეკლესიო იერარქია სუნთქავს ღმერთის მადლით, სულიწმინდა ღმერთის მადლით, მისი მოქმედებით ის აძლიერებს ყველა სასულიერო პირს და საეკლესიო ხარისხის მქონე ადამიანს, ყველა მორწმუნეს და ვთხოვდი ყველას და სიყვარულით რჩევას მივცემდი, რომ ნებისმიერ გზაზე, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ამ შემთხვევაში მღვდლობის შემთხვევაში ვეტყოდი, რომ მივენდოთ ღმერთს და ჩვენი მსახურება მივანდოთ უფალს, მის შემწეობას და წყალობას. სხვა შემთხვევაში არის საკმაოდ სირთულეები მღვდლობაში და ამის დასაძლევად ჩვენ მხოლოდ ღმერთის დახმარება გვჭირდება და მისი მოწყალება იქნება ის, რის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ, რომ დასასრულისკენ მშვიდობით გავიდეთ. უღმესი მადლობა თქვენი ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, გაგაძლიეროთ ღმერთმა. მე კი ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ვარკეთილში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ლუკა ჭოლარია. ქრისტე აღსდგა. ღმერთს ევარება.